საღამოშვიდობის დღეს 13 ივნისია, პარასკევი საუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. საწარმოთა განვითარება ინერციულად მოდის 2024 წლიდან და გრძელდება 2025 წელსაც. პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14%-ით, ხოლო პროდუქციის გამოშვება თითქმის 16%-ით გაიზარდა. კომპლექსურია ის მიზეზი, რის გამოც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ვადევნებთ თვალყურს. რაც ცვლილებები დაფიქსირდა ბრუნვისა და გამოშვების სტრუქტურაში. პოლიტიკა განაპირობებს იმას, რა იქნება ეკონომიკაში. რომელ სექტორებზე მოდიოდა წლის პირველ მეოთხედში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი. კატეგორიის შემთხვევაში დიდი ცვლილება არ არის, შეინიშნება მცირედი ზრდა ფასის მატებასთან შედარებით. და რა სირთულეების დაძლევა მოუხდა ბიზნეს საანგარიშო პერიოდში. იმის მიუხედავად, რომ გაზრდილია მსხვილი საწარმოების ბრუნვა, უფრო მეტ პროდუქტს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი. საწარმოთა საქმიანობის წლის პირველი შედეგები და მსჯელობა ტენდენციებზე. იქონია თუ არა გავლენა ბიზნეს სექტორზე ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა. იქონია თუ არა გავლენა ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისმა საწარმოთა საქმიანობის პირველი კვარტლის შედეგებზე. დღეს ეს ბიზნეს სექტორში დაფიქსირებულ ტენდენციებთან დაკავშირებით დასმული ის მთავარი შეკითხვაა, რომელზეც ეკონომისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ. დარგის მკვლევარებისა და ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახეზე გვაქვს კომპანიათა ზრდა-განვითარების ლოგიკური განგრძობადი ტენდენცია. მეორე ნაწილის აზრით კი ეს წინა წლებში დაფიქსირებული დადებითი დინამიკის ინერციით გაგრძელებაა და ინვესტიციების შემცირებისა და ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით რეალურად კომპანიები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საწარმოთა ბრუნვა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 14.5%-ით, ხოლო პროდუქციის გამოშვება 15.6%-ით გაიზარდა. თუმცა საყურადღებოა ერთი ცვლილება, რომელიც ბრუნვის სტრუქტურაში აღინიშნა. კერძოდ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, პირველ კვარტალში საწარმოთა ბრუნვის ყველაზე მეტი წილი 2024 წლის მეოთხე კვარტლის მსგავსად მოდიოდა ხელოვნებაზე, გართობასა და დასვენებაზე, რომლის წვლილიც პროდუქციის გამოშვებაში საკმაოდ მწირია. ანუ გასული ორი კვარტლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგის ვაჭრობის წილი იყო შემცირებული. მოკლედ, როგორ შეიძლება შეფასდეს ბიზნეს სექტორში დაფიქსირებული ბოლოდროინდელი ტენდენციები, რა გავლენა იქონია მასზე პოლიტიკურმა კრიზისმა და როგორია მოლოდინები? დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმრები კი იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი, ეკონომისტი პაატა აროშიძე და მართვის კომპანია GGM-ის მმართველი გენო გელაძე. გადაცემის მსვლელობისას ტრადიციულად წარმოგიდგენთ თემაზე ჩაწერილ კომენტარებს და გაგაცნობთ საწარმოთა საქმიანობის წლის პირველი კვარტლის შედეგების დეტალურ მაჩვენებლებს. მას ასეთ დავიწყოთ და თავდაპირველად განვიხილოთ ზოგადი მონაცემები და ტენდენციები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაიზარდა 14.5%-ით და მიაღწია 56 მილიარდ ლარს. რაც შეეხება დინამიკას, ბრუნვა წინა კვარტალთან, ანუ 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით შემცირებულია თითქმის 10%-ით, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია 27%-ით. პიკი კი დაფიქსირდა გასული წლის მეოთხე კვარტალში, რა დროსაც ბრუნვის მოცულობა მიაღწია 62 მილიარდ ლარს. ამავე მონაცემების თანახმად 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში გაზრდილია პროდუქციის გამოშვებაც, კერძოდ ზრდის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში იყო 15.6% და მიაღწია 20.7 მილიარდ ლარს. რაც შეეხება დინამიკას, ბიზნეს სექტორში პროდუქციის გამოშვება წინა კვარტალთან, ანუ 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით შემცირებულია თითქმის 12%-ით, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია 30%-ზე მეტით. პიკი კი დაფიქსირდა გასული წლის მეოთხე კვარტალში, რა დროსაც პროდუქციის გამოშვების მოცულობა მიაღწია 23.5 მილიარდ ლარს. მონაცემები ბრუნვის შესახებ საწარმოთა ზომების მიხედვით, საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით
ბრუნვის მოცულობაში გაიზარდა მსხვილი და შემცირდა მცირე და საშუალო საწარმოთა წილი, კერძოდ მსხვილი საწარმოების წილი გაიზარდა 1.2%-ით, საშუალო საწარმოების შემცირდა 0.8%-ით და მცირე საწარმოების შემცირდა ასევე 0.4%-ით. შესაბამისად, პირველი კვარტლის მდგომარეობით ბრუნვის ჯამურ მოცულობაში მსხვილი საწარმოების წილი იყო 70.6%, საშუალო საწარმოების 13.5%, ხოლო მცირე საწარმოების 15.9%. მონაცემები პროდუქციის გამოშვების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით პროდუქციის გამოშვებაში გაიზარდა მსხვილი და მცირე საწარმოების წილი და შემცირდა საშუალო საწარმოთა წილი, კერძოდ მსხვილი საწარმოების წილი გაიზარდა 0.8%-ით, მცირე საწარმოების 0.1%-ით, ხოლო საშუალო საწარმოების შემცირდა 0.9%-ით. შესაბამისად, პირველი კვარტლის მდგომარეობით გამოშვებული პროდუქციის ჯამურ მოცულობაში მსხვილი საწარმოების წილი იყო 48.6%, საშუალო საწარმოების 23.1%, ხოლო მცირე საწარმოებისა 28.3%. და ბოლოს მონაცემები დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ საქსტატის ინფორმაციით ამ შემთხვევაში დაფიქსირდა ზრდა, კერძოდ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.9%-ით და მიაღწია 771,000. რაც შეეხება განაწილებას საწარმოთა ზომების მიხედვით, დასაქმებულთა 53.7%-ი მოდიოდა მსხვილ ბიზნესზე, 20.7% საშუალოზე, ხოლო 35.5% მცირე ბიზნესზე. ასეთია ზოგადი მონაცემები საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით. ახლა კომენტარი თემაზე პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდებით. 2025 წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.9%-ით გაიზარდა და 56 მილიარდი შეადგინა. ეს ზრდა არის გამოწვეული დაიწყო 2022 წლიდან პანდემიის შემდგომ, რასაც დაემატა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მიგრანტების ტალღა. საქართველოში შემოვიდა სულ მცირე 115,000 მაღალმხარჯველი მიგრანტი, რომლებმაც დაარსეს ათასობით ბიზნესი ქვეყანაში. და ეს ინერცია მოყვება დღემდე. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში გვაქვს ზრდა. ეს არის ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული. ის ზრდა, რომელიც ჰქონდა 2022 წლის შემდეგ, მათ შორის პერიოდულად ორნიშნა ზრდა და არ ეფუძნება არაფერს ფუნდამენტურ ფაქტორებს არ ეფუძნება, მათ შორის არ ეფუძნება ქართული კომპანიების, საქართველოში არსებული კომპანიების რაღაცა თვისობრივად ახალ მდგომარეობაში გადასვლას. ეს ეკონომიკური ზრდა არ ეფუძნება იმ ფაქტორებს, რამაც უნდა განაპირობოს გრძელვადიან პერსპექტივაში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდა. ეს არის დივერსიფიცირება ჩვენი ექსპორტის, რაც არ გაგვიკეთებია. ეს არის შიდა ინვესტიციების ნაკლებობა, ეს არის კაპიტალის ბაზარზე არსებული შეზღუდვები, ანუ წვდომა კაპიტალზე ბიზნესების, რომელიც მკვეთრად შეზღუდულია და შეზღუდულია არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებით, არამედ იმ შესაძლებლობებით, რასაც ვერ ხედავენ ბიზნესები, ანუ რისთვის უნდა აიღოს, თქვა ცესხი, ხო? რატომ უნდა გაფართოვდეს, მაშინ როდესაც ვერ ხედავს კაფიო პერსპექტივას და არ აქვს ამის სტიმულები. პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური ვითარება, რაც ქვეყანაშია, ის გაურკვევლობა. ჩვენ ხედავთ, რომ მცირდება პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ჩვენ ხედავთ, რომ ბიუჯეტს აკლდება ფული, რაც მანამდე არასდროს მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რუსეთთან ომის პერიოდს 2008 და შემდგომ 2009 წელს. ჩვენ ხედავთ გაუარესებას ამ ყველა მაჩვენებლის. ამას აჩვენებს ძალიან აშკარად ბიზნესის გამოკითხვებიც, ისედაც ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იყო
ქვეყანა. ქვეყნის მიმართ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა საკმაოდ შეზღუდული იყო და აი ახლა მით უმეტეს, როდესაც ასეთი უკუსვა გვაქვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები და პირდაპირ სახელმწიფოს ეროზია ამ ვითარებაში კიდევ უფრო მცირდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, რაც აისახება პირდაპირ უამრავ ბიზნესს. და ახლა ჩვენ შეკითხვებს თემაზე გადაცემის პირველი სტუმარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი უპასუხებს. საღამო მშვიდობის გიორგი, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი, მე რამდენადაც ვიცი, თქვენ მიეკუთვნებით იმ ანალიტიკოსთა კატეგორიას, რომლებიც განსხვავებულად აფასებენ ამ ტენდენციას, გულისხმობ იმას, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად თქვენ გაქვთ თქვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რაზე შეიძლება მიუთითებდეს ეს დადებითი დინამიკა და შეიძლება თუ არა აღქმული იქნას როგორც რეალურად დადებითი დინამიკა. ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, გვაქვს რეალური ზრდა ბიზნეს სექტორისა? იმ მაჩვენებლებზე დაყნობით, რასაც გვაწვდის ოფიციალური სტატისტიკა. Pirus დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის მივესალმები მაყურებელს. დადებით დინამიკაზე თუ ამ ტერმინს ვახსენებთ ბიზნესში, მეტყველებს ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მაჩვენებელი, მაგრამ აი იმ სტატისტიკამ, რაც თქვენ მოიშველიეთ, ჩემი აზრით ნათელი მოხფინა ამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის უკან რა სიტუაცია გვაქვს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ გამოშვების მაჩვენებლებზე. ბრუნვა შედარებით ნაკლებად შევეხები იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თქვენ თვითონ ახსენეთ, ბრუნვაში დიდი წილი მოდის ეგრეთ წოდებულ გემბლინგზე, აზარტულ თამაშებზე, სადაც იდეაში აღრიცხვის მეთოდი ყოველ ასეთ მონაწილეობას აზარტულ თამაშებში აღრიცხავს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რეალური სურათის დანახვა ეკონომიკური აქტივობის ბიზნესში უკეთესად შეიძლება დავინახოთ თუ გამოშვების მაჩვენებლებს შევხედავთ, სადაც ძალიან საინტერესო სურათი გვაქვს. 46% მთლიანი ზრდის გამოშვების აბსოლუტურ მონაცემებში მოდის ერთ სექტორზე. ეს არის ინფორმაცია და კომუნიკაციების სექტორზე, რომელიც პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით გაიზარდა 98.5%. და რაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლო წლების ზრდის ტრენდის გათვალისწინებით ეს სექტორი გახდა საქართველოს ეკონომიკის გამოშვების მხრივ რიგით მეოთხე სექტორი, რაც ძალიან გასაოცარი შედეგია. ჩემი ვარაუდით შეგვიძლია ამაზე მეტი ყურადღებაც გავამახვილოთ დისკუსიისას, მაგრამ ჩემი ვარაუდით აქედან გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის პირველი კვარტლის მიხედვით თუ სწორად მახსოვს 9.3% იყო, თუ ამ მონაცემს კიდევ დამატებით მოვიშველიებ, დაახლოებით ნახევარი ეკონომიკური ზრდის მოდის სწორედ ეგრეთ წოდებულ, როგორც ვეძახით, ICT სექტორზე, ინფორმაცია. ბატონ გიორგი, ჩვენ ვიცით, რომ არის პერიოდები ეკონომიკაში, როდესაც კონკრეტული სექტორები შეიძლება წინაურდებოდნენ. ამ შემთხვევაშიც ამასთან ხომ არ გვაქვს საქმე, თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ IT სექტორი ბოლო პერიოდში ნამდვილად გააქტიურდა და ჩვენ ვხედავთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება გეგმავს გარკვეული ხარდამჭერი ღონისძიებების გატარებას ამ სექტორისთვის, მაგალითად, ბინადრობის გამარტივებას, ვინც ამ სექტორში მუშაობს იმ ადამიანებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. აი ამის გათვალისწინებით შეიძლება ეს რეალურ დადებით ტენდენცია ჩავთვალოთ? რა არის? ფირუზ, ვიტყოდი ესე, ნამდვილად რო არ იყოს კითხვის ნიშნები, ეს იქნებოდა ძალიან მაგარი შედეგი. ის რომ ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად IT სექტორის ხარჯზე იზრდება, ამაში თავისთავად ცუდი არაფერი არ არის. პირიქით მისასალმებელია, რადგანაც მომავალი ეკუთვნის სწორედ IT სექტორს და ICT სექტორს ზოგადად, მაგრამ აქ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი
ნიუანსი. პირველი ეს არის მიზეზები მასშტაბის ზრდის. თითქმის ორჯერ გაზრდილი გამოჩვეობის მაჩვენებელი უკვე ეჭვსბადებს ჩემი აზრით და მეორე არის სპეციფიკა ამ სექტორის ზრდის. ჩვენ ვიცით რომ დიდწილად უკანასკნელ წლებში ეს სექტორის ზრდა მოდიოდა ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო საწარმოებზე, ანუ კომპანიებზე, რომლებიც დაფუძნდა საქართველოში, აქვს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი და შესაბამისად სერვისის ექსპორტს ეწეოდნენ. და თქვენში რა იწევს ეჭვს ამ შემთხვევაში? კი, ძალიან კაი კითხვა, ფირუზ. ჩემი ეჭვის საფუძველი არის შემდეგი, რომ ტრენდი ამ საერთაშორისო საწარმოების საქართველოში საქმიანობის იყო დაღმავალი. ანუ საუკეთესო წელი ჰქონდათ 23 წელი, 24 წელს შემცირდა მათი სერვისის ექსპორტი, 24 წელს შემცირდა მათი დასაქმების მონაცემებიც, რომელიც თავის პარლამენტში ქართული ოცნების ინიცირებული კანონის განმარტებით პარადშია მოცემული და სწორედ ეს IT ბინადრობების შემოღება იყო პასუხი თავისთავად იმაზე, რომ ICT სექტორის ზრდის ძალიან მისასალმებელი ტემპი დაღმავალი იყო. აი ამ დაღმავალი ტრენდის პირობებში 24 წელს ძალიან საოცარი არის 25 წლის დასაწყისში. და რასთან შეიძლება ვქონდეს საქმე თქვენი აზრით? ნუ ბუნებრივია იმისთვის რომ რაღაც ვამტკიცოთ, მეტი საფუძველი გჭირდება, მაგრამ მოსაზრების დონეზე რასთან შეიძლება ვქონდეს საქმე? ჩემი აზრით ვირუს სამი ვარიანტი არის აქ. პირველი რომ რეალურად ამ საერთაშორისო საწარმოებში, ICT საწარმოებში შექმნილი სერვისი არ იქნება საქართველოში, არ ქმნიან ქართველები, უბრალოდ ქაღალდზე ხდება დაფიქსირება იმ ბრუნვების რისაფუძველზე შემდეგ ეკონომიკა იზრდება. მეორე ვარაუდი არის, მხოლოდ ვარაუდის დონეზე მე არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, რომ ეს ეგრეთ წოდებული call ცენტრები, რომელიც ძალიან მომრავლდა საქართველოში და ბევრი ჟურნალისტური გამოძიება ჰქონდა ამის შესახებ, მათი ბრუნვებიც არის ასახული ამ სტატისტიკაში და მესამე ვარაუდი ეს არის ეგრეთ წოდებული ბიტკოინების მაინები, როდეს მაინინგი ხდება ბიტკოინების და აქ ძალიან საინტერესო სტატისტიკა გაიხდა ცნობილი გუშინ, რომ მთელი ენერგიის მოხმარების 5% ქვეყანაში მოდის აი ბიტკოინების მაინინგზე და შესაძლოა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე არ ვიცი, რომ ეს იყოს სწორედ აი მაღალი ბრუნვების გენერირების წყარო, რის საფუძველზე ჯეოსტატი თითქმის ორნიშნას დასაფიქსირებს. თავისთავად ICT სექტორის ზრდა არის ძალიან მისასალმებელი მოვლენა, ოღონდ ჩვენ გვჭირდება, როგორც ერთ-ერთ კომენტარში იყო ნათქვამი, იმ ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც აიხსახება დასაქმებაზე, ხელფასების დაზე, იქნება მეტად ინკლუზიური და თვითონ შექმნა სერვისის თუ პროდუქტი საქართველოში მოხდება. თუ ამ ტიპის ზრდა არის მხოლოდ ის, რის ხარჯზეც იზრდება საქართველოს ეკონომიკა, სადაც რამოდენიმე ათასი ადამიანი არის მხოლოდ დასაქმებული და რეალურად გადასახადების გადახდაც არ ხდება ამ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე და ამაზე ვწუნდებით ჩვენ, როცა ბიუჯეტის მონაცემებს უყურებთ, მაშინ ეს ზრდა არ არის ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ძველვადიან პერიოდში გასაგებია და ზუსტად ამაზე მინდა გკითხოთ, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, თუნდაც წლის განმავლობაში, წლის ჭრილში თქვენ რა მოლოდინები გაქვთ იმ ვითარების გათვალისწინებით, რას დღეს გვაქვს და ამით დავასრულოთ თუ შეიძლება, მოკლედ. მადლობა ფირუზ, ძალიან კარგი კითხვებისთვის. ჩემი პროგნოზი არის შემდეგი. ამ სექტორს თუ ცალკე გამოვიტანთ, IT სექტორს, სადაც მე იმედი მაქვს, რომ წლის განმავლობაში მეტი სიცხადე გვექნება, რასთან გვაქვს საქმე, რის ხარჯზე იზრდება ეს სექტორი ასე ძალიან. არის რამოდენიმე სექტორი, რომელიც კოჭლობს. გამოშვების შედეგებიც ამაზე მეტყველებს. ეს არის მრეწველობა, სადაც გვაქვს წინა წელთან შედარებით კლება, ეს არის მშენებლობა, სადაც მხოლოდ 5%-იანი ზრდა არის ნომინალში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტიურად ზრდა არ გვაქვს და ეს არის ვაჭრობა, როგორც ყველაზე მთავარი მშენებლობასთან ერთად სექტორი საქართველოში, სადაც ასევე გამოშვების მხრივ 5%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ მშენებლობაში დასაქმების მხრივ კლება არის და ვაჭრობაში მცირედი ზრდა მხოლოდ. აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ განვითარდება მშენებლობის ბაზარი ქვეყანაში, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი განწყობები იქნება ეკონომიკაში და მოსახლეობაში უპირველეს ყოვლისა, რადგანაც დადებითი განწყობები ხელს უწყობს მოხმარების დას და ვაჭრობას
და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ კიდევ ერთი საკითხი, როგორც ვთქვათ, დროში ვარ შეზღუდული, ეს არის ტურიზმის სეზონი, როგორი სეზონი იქნება ტურისტული, ჯერჯერობით რაც გვესმის ამ სერვისის მიმწოდებლებზე არ არის ძალიან კარგი მოლოდინები, მაგრამ ამაზე იქნება ძალიან დამოკიდებული ის დინამიკა, რა დინამიკეთაც შევხვდებით ჩვენ შემოდგომას. ანუ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში, რომ გარკვეული სურათი შეიქმნას. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. ეს გიორგი ხიშტოვანი გახლდათ, ეკონომისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელთან ერთადაც ვაფასებდით უახლეს ტენდენციებს საწარმოთა საქმიანობის პირველ კვარტალში. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება ეკონომისტი პაატა აროშიძე, ის უკვე სტუდიაში იმყოფება და მზად არის ჩვენს შეკითხვებს უპასუხოს, თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ამჯერადაც რიცხვებით და გავეცნოთ უახლეს მონაცემებს ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და გამოშვების სტრუქტურის და ზრდის ტემპის შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი თითქმის 36%-იანი წილი მოდიოდა ხელოვნება, გართობა, დასვენებაზე, რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეებს. 32.7% მოდიოდა ვაჭრობაზე, 7.1% დამამუშავებელ მრეწველობაზე, 5% მშენებლობაზე, 4.7% ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, 4.4% ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე, ხოლო დარჩენილი 10.2% სხვა დარგებზე. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების ყველაზე მაღალი 18%-ზე მეტი წილი მოდიოდა დამამუშავებელ მრეწველობაზე, რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობების სხვა სახეებს, 17.1% მოდიოდა ვაჭრობაზე, 15.1% მშენებლობაზე, 12.6% ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, 9.1% ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე, ხოლო დარჩენილი 28% სხვა დარგებზე. მონაცემები ბრუნვის ზრდის ტემპის შესახებ ეკონომიკური საქმიანობების სახეების მიხედვით საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე მაღალი 96%-იანი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, რაც შეეხება სხვა საქმიანობებს, 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში, 26%-იანი ადმინისტრაციულ და დამხმარე მომსახურებაში, 24%-იანი განათლებაში, 23%-იანი სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, 22%-იანი ხელოვნება, გართობა, დასვენებაში, 20%-იანი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფაში, 15%-იანი საკვებით და სასმელებით მომსახურებაში და 14%-იანი ტრანსპორტსა და დასაწყობებაში. მონაცემები პროდუქციის გამოშვების ზრდის ტემპის შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით პროდუქციის გამოშვება ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 98%-ით გაიზარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ საქმიანობებს, ზრდის ტემპი 59% იყო სამთო-მოპოვებით მრეწველობასა და კარიერების დამუშავებაში, 29% ადმინისტრაციულ და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში, 27% უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში, 25% ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში, 24% განათლებაში, 19% განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფაში და 18% ტრანსპორტსა და დასაწყობებაში. და ბოლოს მონაცემები დასაქმების ზრდის ტემპის შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 15%-ით გაიზარდა დასაქმება განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობებში, რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეებს, დასაქმებულთა ზრდა 7%-ზე მეტი იყო ხელოვნება, გართობა, დასვენების სფეროში, 7% პროფესიულ სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში, 6% საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, 5% ადმინისტრაციულ და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში, 4%-ზე მეტი საკვებით და სასმელებით მომსახურებაში, 4% წყალმომარაგებისა და ნარჩენებით მართვაში, ხოლო 3.5% ტრანსპორტსა და დასაწყობებაში. ეს რაც შეეხებოდა ბრუნვისა და გამოშვების სტრუქტურასა და ზრდის ტემპს, ახლა კიდევ ერთი კომენტარი თემაზე პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე სტუმართან, ეკონომისტ პაატა აროშიძესთან ერთად დაუბრუნდებით. ბოლო პერიოდში ზოგადი ეკონომიკური ზრდა ქვეყანას, რომელიც აქვს ითარგმნება იმაში, რომ საზოგადოების სხვადასხვა ფენები და მათ შორის სხვადასხვა ტიპის კომპანიები ვითარდებიან. თუმცა შესაძლოა, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად ვითარდებოდეს როგორც წვილი, ასევე საშუალო და მცირე კომპანიების შესაძლებლობები ქვეყნის მასშტაბით, ის რომ ჩვენ
ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი გვაქვს, მაგრამ მსხვილი კომპანიების წვლილი რომ ამ ზრდაში არის შედარებით ნაკლები ვიდრე საშუალო და მცირესი, შეიძლება მათ შორის იმითაც იყოს განპირობებული, რომ ზოგადად მსხვილი კომპანიების რაოდენობაც ცოტაა ერთი მხრივ ქვეყანაში და ამასთან ერთად ის აქტიურობები, რომელსაც ეს მსხვილი კომპანიები ახორციელებენ, პრაქტიკულად სულ რამდენიმე დარგით შემოიფარგლება და ეს დარგები კი თავის მაქსიმალურ აქტიურობაზე არიან გასულები ამ ეტაპისთვის, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესში კი შედარებით მრავალფეროვანია როგორც შესაძლებლობები, ასევე დარგები, ასევე რეგიონთა შორის შესაძლებლობები, შესაბამისად მცირე და საშუალო ბიზნესი როგორც ქვეყნის ერთ-ერთი სოლიდური მოთამაშე ჯამურად აღებული მსხვილ ბიზნესთან შედარებით სთავაზობს ეკონომიკას უფრო მეტად დივერსიფიცირებას და უფრო მეტ მდგრადობას. კომპლექსურია ის მიზეზი, რის გამოც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ვადევნებ თვალყურს, მაგრამ ფაქტი არის, რომ წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება წესიდარიგით, იმიტომ რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გასაქანი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე მსხვილი ბიზნესის ამ ეტაპზე საქართველოში, თუ მსხვილი ბიზნესი არ გადაწყვეტს დარგების დივერსიფიცირებას, საქმიანობის გამრავალფეროვნებას და უფრო მეტად გაჭრას, ესე ვთქვათ, სხვადასხვა დარგებში და არ იქნებიან კონცენტრირებულნი მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში დაუშვათ ახორციელებენ. მსხვილი ბიზნესის განვითარება ისევ და ისევ იმ ჭრილში, მაგალითად რო ავიღოთ საბანკო სექტორი. გასაგებია, რომ საბანკო სექტორი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ჩვენს ეკონომიკაში, წლიდან წლამდე ვითარდება, მაგრამ მისი განვითარების ზრდაც ვერ იქნება მუდმივად ორნიშნა, რა თქმა უნდა, მასაც აქვს გარკვეული აღმავლობის და დაღმავლობის ეტაპები და ეს ჩვეულებრივია ეკონომიკისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებული წელი იქნება, რა თქმა უნდა, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემს პროგნოზზე, ეს დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით სტაბილურობაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სტაბილურობაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, ჩინეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებაზე. ძალიან ბევრი ნიუანსი არის, რომელიც გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ მშვიდობას შევინარჩუნებთ და არ ვიქნებით რაიმე სხვა აქტიურ გეოპოლიტიკურ პროცესებში ნეგატიურში, რა თქმა უნდა, გულისხმობ ჩართულები და მხოლოდ შესაძლებლობების კუთხით შევძლებთ, რომ გამოვიყენოთ ის მიმდინარე პროცესები, რომელიც სოფლიოში არის, საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან კარგი პერსპექტივები. და ახლა ჩვენ შეკითხვებს თემაზე ეკონომისტი პაატა აროშიძე უპასუხებს. საღამომშვიდობის ბატონო პაატა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ პრინციპში სტატისტიკური მონაცემების ძირითადი ნაწილი უკვე წარმოვადგინეთ, დავაკვირდით ტენდენციებსაც. როგორია თქვენი როგორც ეკონომისტის შეფასება, რამდენად რეალურია ის ზრდა, რომელიც გვაქვს სახეზე ბიზნეს სექტორში? ეხლა ჩვენ სახეზე გვაქვს პირველი კვარტალის მონაცემები, რომელიც ალბათ უფრო დაზუსტება შემდგომში წლიურ მონაცემებში მოხდება, რა თქმა უნდა, მისი დაზუსტება და შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემები რეალურად ასახავს იმ სიტუაციას, რომელიც სიტუაციაც არის ქვეყანაში. ეხლა აქ რამოდენიმე პარალელური მონაცემების მოყვანა შეიძლება. ეხლა პირველ რიგში ჩვენ უნდა დავეყნოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, თუნდაც ექსპერტების, არა მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციების მონაცემებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების, როგორც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკის მონაცემები და ასე შემდგომ, რომლებიც ოპტიმისტურად აფასებენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. უფრო მეტიც, თუ ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის დროს გარკვეულწილად ზომიერებას ინარჩუნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები ბევრად უფრო ოპტიმისტურია და ბევრად უფრო თამამია და ისინი ამბობენ, რომ ზრდა კიდევ უფრო მეტი შეიძლება დაფიქსირდეს და თუ ამ გადასახედიდან ვიმსჯელებთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს რეალურთან მიახლოებული ციფრებია. ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, თუ რამდენად იქნება წლის განმავლობაში, წლის ბოლო მონაცემებით, 2025 წლის შემაჯამებელი მონაცემებით ზუსტად ისეთივე ზრდა დაფიქსირებული ბიზნეს სექტორში, მაგრამ ფაქტია, რომ ზრდის ტრენდი უკვე დაფიქსირებულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და
აი თუ მხატვრულად ვიტყვით, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაღაცა აფეთქება და ეს არ არის რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზზე დამოკიდებული. ბუნებრივია, ეხლა ერთი კვარტლის მონაცემებით ზოგად სურათს ვერ შევიქმნით. ამას პედაგოგიური პერიოდი სჭირდება, მაგრამ ბატონო ბატა, ეკონომისტების ნაწილი და ანალიტიკოსების ნაწილი აქცენტს აკეთებს DGG-ს შემოსავლების ტენდენციაზე და ხას უსვამენ, რომ შემცირდა DGG-ს შემოსავლები, შემცირდა იმ გაგებით კი არა, რომ იმაზე ნაკლები გვაქვს ვიდრე გასულ წელს. უბრალოდ ზრდის ტენდენცია არის შედარებით დაბალი სხვა პერიოდებთან შედარებით. საუბარია იმაზე, რომ შემცირდა ინვესტიციები და ჩვენ ვნახეთ ახალი მონაცემები, სადაც ნარჩუნდება კლების ტენდენცია. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ასეთი ესე ვთქვათ იმედიანი პროგნოზები რა თქმა უნდა, ეხლა მე ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო პირველი სტუმარის მიერ ნათქვამ გარკვეულა ისეთ წინადადებას, რომელსაც ვერაფრით ვერ დავეთანხმებითო, თითქოს ბიზნესის გამოკითხვის შედეგად ადგინდა, რომ ბიუჯეტში კლება არის. ეხლა ბიუჯეტში კლებას თუ ზრდას განსაზღვრავს არა ბიზნესის გამოკითხვა, არამედ ისა რეალური მონაცემები, რასაც ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ქვია და ჯერჯერობით არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა ის, რომ თქვა პირველი კვარტლის ბიუჯეტი ვერ შესრულდა. ეხლა მე არ ვიცი, პატივცემულა სტუმარს აიდან ქონდა ეს მონაცემები, რომ თითქოს ბიუჯეტი არ შესრულდა ან კლება პირველი კვარტალის ბიუჯეტში. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, ეხლა ფაქტია, ინვესტიციები შემცირდა, რა თქმა უნდა, მაგრამ შემცირდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შემცირდა მთლიან მსოფლიოში საინვესტიციო აქტივობის პროცესი. იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდში, ეხლა არა მარტო 2025 წელს, აი თუ ცოტა შორიდან მოვყვებით, პანდემიის პერიოდიდანვე თუ მოვყვებით, ინვესტიციების ბუმი, რომელიც იყო საქართველოში და მათ შორის მსოფლიოში 2018-2019 წელს, ეს შეაჩერა პანდემიამ, შემდგომში მასზე გადაბმულმა რუსეთ-უკრაინის ომმა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბების არის, რა თქმა უნდა და დღესაც კი დღეს ახალი კერა, რომელიც საკმაოდ რთულია და ეკონომიკა, ბიზნესი ზოგადად ისეთია, რომელიც ყველაფერზე რეაგირებს. ეხლა შეუძლებელია, რომ ბიზნესმა არ მოახდინოს და მით უმეტეს ინვესტიციებმა ასეთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ძვრაზე, ასეთ მნიშვნელოვან სიტუაციებზე არ მოახდინოს, ასე რომ სულაც არ არის უცნაური, პირიქით გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ინვესტიციები გაზრდილი ყოფილიყო, უცხოური ინვესტიციები, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ იმაზე მეტი ზრდა დაფიქსირებულიყო, რაც ეხლა გვაქვს და ამიტომ ჩვენ ოპტიმისტურად უყურებთ ამ მონაცემებს, იმიტომ რომ ეს რეალობას შეიცავს, იმიტომ რომ არ არის გაბერილი ციფრები. აი, მე გეუბნებით, რომ აი მართლაც არარეალური იქნებოდა ამ პერიოდში, 2024 წლის პერიოდში, ან თუნდაც წინა პერიოდში, ან თუნდაც პირველ კვარტალში მიმდინარე წლისა, რომ ყოფილიყო ინვესტიციების ისეთივე ზრდა, როგორიც დაფიქსირდა მაგალითად 2018-19 წლებში. ანუ რეალურად უნდა გქონოდა ამის მოლოდინი? არა, მოლოდინიც არ უნდა გქონოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანუ შემცირების მოლოდინი უნდა გქონოდა. შემცირების მოლოდინი უნდა გქონოდა, იმიტომ რომ არის აი შევხედოთ ახლა მცირდება რა სექტორი, აი სამშენებლო სექტორზე გამახვილდა გარკვეული ყურადღება. რამ გამოიწვია ამ სექტორში შემცირება? პირველ რიგში გამოიწვია სხვადასხვა რეგულაციებმა, თუნდაც იმან რომ თქვათ მიღებული იქნა სამშენებლო კოდექსი, გამოქმნდა სამშენებლო კოდექსი და ნუ ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ეს ძალიან ძირეული რეგულაცია, მაგრამ რეალურად ნებისმიერი რეგულაცია გარკვეულა თქვათ ზეგავლენას ახდენს ახლა, რა თქმა უნდა ახდენს ზეგავლენას და პლუს ამას ახლა ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოში ბიზნესის ინტენსივობა დამოკიდებულია სეზონურობაზე. მაინც ჩვენ ვართ მაინც ტურისტულ ქვეყნად მოვიაზრებით და ეხლა უკვე იწყება ტურისტული სეზონი, რომელიც აისახება უკვე მესამე კვარტალის მონაცემებში და რეალურად ჩვენ უკვე ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდა თუ არა პირველი კვარტალიდან მოყოლებული, უკვე გვექნება მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით. თუმცა ჩვენ ვერაფერ ნეგატიურს ვერ ვხედავთ იმაში, როდესაც თქვა ზრდა IT მიმართულებით ფიქსირდება, მომსახურების ზრდით ფიქსირდება, იმიტომ რომ კი კარგია რა თქმა უნდა, როცა წარმოების მიმართულება გადააჭარბებს და წარმოების მიმართულება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე ვთქვათ მომსახურება, ეს ნიშნავს თუნდაც მოხმარება რა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მწარმოებელია, მაგრამ სამრეწველო მრეწველობის მიმართულების ზრდა ეს საკმაოდ რთულია. ეხლა ჩვენთან, როდესაც მრეწველობა განვითარებული იყო, ეს განვითარებული იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გადამამუშავებელი კვების მრეწველობა და ასე შემდეგ და თუ კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით სტატისტიკას, ჩვენ
ნახავთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ზრდის ტენდენცია არის. ტენდენცია არის საექსპორტო მიმართულების ზრდითაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლების ზრდით და რა თქმა უნდა ბიზნესის ზრდით. თავარი არის მაგალითად იმპორტში ზრდის ტენდენცია, როდესაც ქვეყანაში შემოტანილი ნახატების ღირებულებამ გადააჭარბა ქვეყანაში შემოსული ნავთობპროდუქტების ღირებულება. კი ბატონო, არის ახლა ესეცო, მაგრამ თავარი აქ რა არის ბიზნესის განვითარებისა დღევანდელ სურათში? თავარი არის ის, რომ იზრდება არა ფასობრივი, იზრდება არა ფულადი მონაცემებით, რაც შეიძლება დავაბრუნოთ ინფლაციას, ფასების ზრდას, არამედ იზრდება პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი. ახლა ვერ ვიტყვით იმას, რომ იზრდება თქვათ ეს ძალიან დიდი ნახტომისებურად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ზრდა განპირობებულია იმით, რომ გარკვეულწილად წარმოებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა ქვეყანაში და არა ფასების მატების კუთხით ხდება ნომინალური ზრდა. დასაგებია და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორია თქვენი მოლოდინი, ტურიზმზე აკეთებდით აქცენტს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დაძაბულობას აღმოსავლეთში, რომელზეც ვამყარებთ იმედებს. ძირითადში მაინც ტურისტული ნაკადები ახლა ჩვენთან ძირითადად შემოდის ყოფილი დსთ-ის ქვეყნებიდან, უკრაინელები, რუსები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და ასევე არანაკლებში ადნედნენ ისრაელის მოქალაქეები, ირანის მოქალაქეები, ანუ აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები, მაგრამ რეალურად ახლა თუ ესკალაცია განვითარდა ამ მოვლენებისა, საკმაოდ რთული იქნება, მაშინ ჩვენ მართლა ტურისტული მიმართულების დივერსიფიკაცია უკვე ევროპის მიმართულებით უნდა გავაკეთო. მე ვფიქრობ, რომ კარგი აქამდეც უნდა გაკეთებულიყო ის, უფრო მეტი აქცენტი გადატანილიყო ტურიზმის სექტორის მხრიდან ევროპულ მიმართულებაზე. იმიტომ რომ ევროპელი ტურისტი უფრო მეტად ბჭყალებში მხარჯველია, ვიდრე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ტურისტი და უფრო მეტად აისახება ეს დისერვი. თუნდაც კი ბატონო, თუნდაც ჩინელი, ინდოელი და თავარი აქ ის არის, რომ თუ მაგალითად აღმოსავლელი ტურისტი ჩამოდის და მერე ცდილობს ბინადრობა მიიღოს საქართველოში, ახლა ეს ევროპულ ტურისტს არ ახასიათებს. ახლა ამიტომ ახლა ჩვენ ვხედავთ, თუ გადავხედავთ ახლა გაყიდვების მაჩვენებლებს, უძრავი ქონებისა ჩვენ ვნახავთ, რომ იქ აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც იკავებენ თავიანთ როლს და მცირე არის ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები იმ უძრავი ქონების შეძენას. ანუ ზოგადად თქვენი მოლოდინი არის ზოგადად რა თქმა უნდა ახლა პოზიტიური მოლოდინი არის წლის განმავლობაში, ამას ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონი, ამას ხელს შეუწყობს ის პოლიტიკა, თუნდაც ხელს შეუწყობს ის ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მალევე სტაბილიზდება და რეალურად ახლა ადამიანმა ყოველთვის უკეთესი მოლოდინი უნდა იქონია. დასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს პაატაროშიძე გახდათ, საუბრობდით საწარმოთა პირველი კვარტლის შედეგების ტენდენციების შესახებ. გადაცემის დასმნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება მართვის კომპანია GGM-ის მმართველი გენო გელაძე. ჩვენ მასთან იმ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რომელთა წინაშეც დღეს ბიზნეს სექტორი დგას. ბატონ გენოსთან შეკითხვებით ჩვენ მალე გადავალთ, მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ისევ სტატისტიკით და ამჯერად გავეცნოთ საწარმოთა საქმიანობის შედეგებს რეგიონულ ჭრილში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2025 წლის პირველ კვარტალში, ისევე როგორც წინა კვარტლებში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის ყველაზე მაღალი წილი თითქმის 82% მოდიოდა თბილისზე, რაც შეეხება განაწილებას სხვა რეგიონებზე, 5% მოდიოდა აჭარაზე, 3.6% ქვემო ქართლზე, 2.6% იმერეთზე, 1.9% სამეგრელო ზემო სვანეთზე, ხოლო 5.2% დანარჩენ რეგიონებზე. ამავე მონაცემებით 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში გამოშვებული პროდუქციის ყველაზე მაღალი წილი თითქმის 68% მოდიოდა თბილისზე, რაც შეეხება განაწილებას სხვა რეგიონებზე, 7.6% მოდის ქვემო ქართლზე, 7.5% აჭარაზე, 4.2% იმერეთზე, 3.8% სამეგრელო ზემო სვანეთზე, ხოლო 9.1% დანარჩენ რეგიონებზე. მონაცემები ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების განაწილების შესახებ რეგიონებში თბილისის გამოკლებით, საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში ბრუნვის
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2 მილიარდ 778 მილიონი ლარი დაფიქსირდა აჭარაში, ხოლო პროდუქციის გამოშვების 1 მილიარდ 591 მილიონი ლარი ქვემო ქართლში. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ბრუნვის მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარზე მეტი იყო ასევე იმერეთსა და სამეგრელო ზემო სვანეთში, ხოლო პროდუქციის გამოშვება იგივე რეგიონებში 865 და 782 მილიონ ლარამდე. მონაცემები დასაქმებულთა განაწილების შესახებ რეგიონების მიხედვით საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ყველაზე მაღალი წილი 66% მოდიოდა თბილისზე, რაც შეეხება სხვა რეგიონებს, დასაქმებულთა 9.3% მოდიოდა აჭარაზე, 6.5% იმერეთზე, 5.4% ქვემო ქართლზე, 3.4% სამეგრელო ზემო სვანეთზე, 2.7% კახეთზე, 2.2% შიდა ქართლზე და 4.5% დანარჩენ რეგიონებზე. და ბოლოს მონაცემები ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა შესახებ გენდერულ ჭრილში საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ქალთა ყველაზე მაღალი წილი 47% მოდიოდა თბილისზე, რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ბიზნეს სექტორში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი 43% იყო აჭარაში, 40% კახეთში, 38% შიდა ქართლში, 36% ქვემო ქართლში, 35% იმერეთში, 34% მცხეთა-მთიანეთში და 32% სამეგრელო ზემო სვანეთში. ასეთი იყო სტატისტიკური მონაცემები საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. ახლა კომენტარი თემაზე პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმართან გენო გელაძესთან ერთად დავბრუნდებით. რაც შეეხება 2025 წლის ტენდენციებს, რო ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით ძალიან დიდად განსხვავებული არის არა, გაყიდვების მიმართულებით, თუ ვიმსჯელებთ და ამ სტატისტიკას გადავხედავთ, პირველადი და მეორადი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების შემთხვევაში დიდი ცვლილება არ არის, შეინიშნება მცირედი ზრდა ფასის მატებასთან შედარებით, ასევე რომ გავყოთ მაგალითად ბათუმი და თბილისის ბაზარი, ბათუმს ახასიათებს სეზონურობაც და პრინციპში ის მომენტი, რომ მოთხოვნაზე მეტად უკვე მიწოდება აჭარბებს, ესე რომ ვთქვათ, პროდუქტის და დაემატა ასევე ბათუმის ტენდენციებს ისიც, რომ ზაფხულის დასაწყისში ბევრი პროექტი იწყება, ანუ მშენებლობები უფრო აქტიურდება, უფრო მეტი შემოთავაზება გამოდის ბაზარზე. ამანაც გაზარდა კონკურენცია და საკმაოდ ისეთი მძაფრი კონკურენცია მიდის. პლუს, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ბაზარზე ახდენს სხვადასხვა მოლოდინები, პოლიტიკური საკითხები, რა თქმა უნდა, აი ქვეყნის ირგვლივ არსებული სიტუაცია და ახალ-ახალი თქვათ აი უცხოეთიდან, უცხოური ქვეყნებიდან ახალი ინვესტიციების შესაძლებლობები. მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ჩინეთთან ახალდაწყებული ურთიერთობა, ძალიან დიდი მოლოდინები არის, დიდი ინვესტიციების მოლოდინები არის, იმის საპირწონედ, რომ უკრაინა, რუსეთის ნაწილიდან და ამ ომის შედეგად გამოწვეული ინვესტიციების შეწყვეტამ შეამცირა გარკვეულწილად ბაზარი. რაღაც მომენტში ამ წინა წლებში თავისთავად მიგრაციამ, შემოდინებამ საქართველოში ამ ომის შედეგად შემოდინებამ გაზარდა ბაზარი, თუმცა ეს ჩაცხრა უკვე. აი ამ ეფექტმა გაიარა, თუმცა ის ამბავი, რომ აი ეს ომის შექმნილი სიტუაცია ფაქტობრივად ხელს გვიშლის ამ ქვეყნებიდან ინვესტიციის მიღებას, რა თქმა უნდა, ამცირებს ბაზარს და ამის სანაცვლოდ კიდე სხვა მოლოდინები ზრდის. მაგიტო შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერჯერობით თანაბარ პოზიციაში ვართ, თუმცა მაინც უძრავი ქონების ბაზარი, როგორც პირველადი, ასევე მეორადი მიმართულება მაინც დამოკიდებული არის გარემო, ესე რომ ვთქვათ, პირობებზე და ასევე ქვეყნის შიდა სიტუაციაზე. თავისთავად თუ შენარჩუნდება ის სტაბილური სიტუაცია, პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია, ესე რომ ვთქვათ, და გარემო პირობებიც, ესე რომ ვთქვათ, გაუმჯობესდება, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგად განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი და თუ რაღაც უარყოფითი ფაქტორები გარედან არ დაგვემატა, თავის თავს, ესე რომ ვთქვათ, ეს უძრავი ქონების ბაზარი, რა თქმა უნდა, განავითარებს. და ახლა ჩვენ შეკითხვებს ბიზნეს სექტორში დაფიქსირებულ ტენდენციებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დაპირებისამებრ მართვის კომპანია GGM-ის მმართველი გენო გელაძე უპასუხებს. საღამოშვიდობის გენო, დიდი მადლობა მოგვიწევსა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. თქვენი მოწვევა ჩვენთვის საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სექტორებში მომუშავე კომპანიებთან გაქვთ შეხება და შესაბამისად გარკვეული წარმოდგენა გექნებათ და გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ტენდენციები დაფიქსირდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე.
აი ამის გათვალისწინებით როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს ბიზნეს სექტორში? ასახავს თუ არა ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც წარმოადგენენ თქვენი შეფასებით რეალობას? გეტყვით, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო იყო აი პირველი კვარტლის სტატისტიკის ნახვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დიდწილად ასახავს რეალობას და განსაკუთრებით მე აი ორ რამეს გავაკეთებდი აქცენტს რა. პირველი ის, რომ ჩვენ როგორც ვნახეთ, ბრუნვა ბიზნესში გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს კარგია. გაიზარდა ძირითადად მაინც მსხვილ ბიზნესში, ესეც გასაგებია რატომაც, შედარებით ნაკლებად საშუალო და მცირე ბიზნესში, თუმცა პროდუქტების შექმნის რაოდენობის კუთხით, ხო, მცირე და საშუალო ბიზნესმა აჯობა მსხვილ ბიზნესს, ხო? წილი გაიზარდა. ხო, ეს ძალიან საინტერესოა. ხო, გაიზარდა და ეს ძალიან საინტერესოა, რატომ? სალკეთემა დასაქმებულთა პირობების ნაწილი ამაზე ცალკე მინდა შევეხო, იმიტომ რომ მიხარია, რომ წარმოადგენს ამ შემთხვევაში საშუალო და მცირე ბიზნესის საკმაოდ დიდ ჯგუფს და ჩვენ შემთხვევაშიც, ხო, ნახეთ რა საინტერესო მომენტია. ის რომ საშუალო და მცირე ბიზნესი უფრო მეტ პროდუქტს შექმნიდა, თუ კი მას ექნებოდა მეტი შესაძლებლობა, რომ ეკეთებინა მეტი საქმე, არის ფაქტი ამ კვლევითაც და გეტყვით რანაირად. საქმე იმაშია, რომ მსხვილ ბიზნესს უფრო მეტად აქვს ფინანსებზე წვდომა, ვიდრე საშუალო და მცირე ბიზნესს. იმიტომ რომ რისკი გეტყვით, მარტივი ლოგიკა, ნახეთ, გეტყვით, ნახეთ, მსხვილი ბიზნესი როგორად უფრო არის, ისეთი უფრო მარტივად ახერხებს ფინანსების მოძიებას, უფრო მეტად აქვს წვდომა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, უფრო მეტად შეუძლია მსხვილი თანხების მოძიება, უფრო მარტივად ურთიერთობს იგივე საბანკო სექტორთან, ვიდრე საშუალო და განსაკუთრებით მცირე ბიზნესი. მიუხედავად ამისა, მეტ პროდუქტს ქმნის და მეორეს მხრივ ნახეთ, მცირე და საშუალო ბიზნესი ამ შემთხვევაში ბევრად ჯობნის, როგორც აღმოჩნდა ამ კვლევით, დასაქმებულთა შრომითი პირობებით მსხვილ ბიზნესს და რატომ? პირველ კვარტალში დაფიქსირდა საშუალო ხელფასი უფრო მეტია საშუალო ბიზნესში უკაცრავად, ვიდრე მსხვილ ბიზნესში. ამას აქვს თავის პირობები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საშუალო და მსხვილ ბიზნესს უწევს კადრებთან მიმართებაში ერთგვარი კონკურენციის პირობებში მუშაობა. იმიტომ რომ ყველა სჭირდება ძლიერი კადრები და ამ შემთხვევაში პროფესიონალი კადრები მსხვილ ბიზნესში მუშაობას ამჯობინებენ, იმიტომ რომ უფრო სტაბილურად გრძნობენ თავს. ბუნებრივია მესმის რატომაც, მაგრამ ამ დროს საშუალო ბიზნესს უფრო მეტის გადახდა უწევს ძლიერ კადრში და ამიტომაც არის ის, რომ საშუალო ბიზნესს უფრო ძვირი უჯდება ძლიერი კადრი. ამბობთ, რომ საშუალო და მცირე ბიზნესს აქვს პოტენციალი, რომელიც გამოუყენებელია გარკვეული გამოწვევების გამო. თავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, თავარი გამოწვევა არის მაინც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ფეროს, ჩემი აზრით, საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, რა. თუ ექნებოდათ და გვექნებოდა მეტი წვდომა ფინანსებზე, იქ არის კაპიტალის ბაზრები და არა მხოლოდ, არა, უფრო მეტ პროდუქტს შექმნიდა საშუალო და მცირე ბიზნესი, იმიტომ რომ ის საქმიანობა უფრო მრავალფეროვანია, უფრო რისკიანია, თუ გადავხედავთ, არა ჩვენ სირგული რა ხდება, ხა ჩვენ მუშაობთ შენებლობის სექტორში, ბიზნესის მართვის სექტორში, ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიების სექტორში, წარმოების სექტორში და ეხა რასაც თვალს ვადევნებთ, არა? საშუალო და მცირე ბიზნესი ბევრად რისკავს, ბევრად კრიზისმდეგია სხვათა შორის, რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი ძალიან დიდ რისკზე მიდის ყოველთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მათი გაძლიერება, მაგრამ თუ რაოდენობრივად ავიღებთ, არა იმის მიუხედავად, რომ ბრუნვა მაინც მსხვილი ბიზნესის ხარჯზე გაიზარდა, ძალიან კარგი იქნება, ვფიქრობ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რომ წვდომა რა უშლის ხელს ამას, ბატონო გერი? ბევრი რამ უშლის, ნახეთ რა შესაქმე, იგივე მსხვილი ბიზნესია საქართველოში დოვლათის შექმნელი ფულის სახით. ანუ ისევ მსხვილი ბიზნესია ბანკები, რომელიც ახლა როგორც წარმოგიდგენიათ, როგორც კარგი ურთიერთობა არ უნდა კონდეს საშუალო და მცირე ბიზნეს საბანკო სექტორთან, რა თქმა უნდა, მსხვილ ბიზნესს იგივე საფინანსო ინსტიტუტს ურჩევნია დააფინანსოს და მსხვილი რესურსი გაიღოს ისევ მსხვილ ბიზნესთან. დობის ამბავია, ურთიერთობის ამბავია, რეპუტაციის ამბავია, ავტორიტეტის ამბავია. საშუალო ბიზნესი და მცირე ბიზნესი, ნახეთ, როგორც კი რაიმე გარემო პირობების გამო, რაიმე კრიზისში შევდივართ, ხო და ესეთი საქართველოში ძალიან ხშირად ხდება, პირველი ფინანსებზე წვდომის პრობლემა ზუსტად აქვს საშუალო და მცირე ბიზნესს. პირველი ყოველთვის აი ამ სექტორისთვის იკეტება ესე ვთქვათ დაფინანსების შესაძლებლობა. ან იზღუდება, ან მცირდება. და ეს ბუნებრივია გარემოს განაპირობებს და ბაზარის ამას, მაგრამ ვინ როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი? მე ვფიქრობ, რომ ხელშეწყობის ბევრი ინსტრუმენტი შეიძლება არსებობს საკანონმდებლო დონეზეც და არა მხოლოდ, მაგრამ ეს ერთი ამბავია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მეორეა, საიდრითაც დავიწყეთ კრიზისი, პოლიტიკური, გარემო და ბიზნესი, ხო? ბუნებრივია ეხა ვისმენდი აქ ექსპერტების შეფასებებს, ძალიან საინტერესო მოსაზრებები
საქმეები იყო, მაგრამ თეორიულად ბევრი რამ სხვანაირად ჩანს და პრაქტიკაში სხვაგვარად გვაქვს საქმე. რა ჩანს პრაქტიკაში? ნახეთ პრაქტიკაში როგორ არის ნახეთ. საქართველოში ბიზნესის დამფუძნებლები და მმართველები გავხდით კრიზისმდეგნი. ანუ იმდენი კრიზისის პირობებში უწევს ბიზნეს მუშაობა და ეს არის გარემო ფაქტორები, კონფლიქტები, ხო ეხლა მეზობლად ისეთ რეგიონში ვართ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სუპერი თითქმის ყველა მეორე წელს არჩევნები გვაქვს, დაზაბულობა ქვეყანაში, ეს ყველაფერი ნახეთ მიგვაჩვია ამ ყველაფერმა იმან, რომ კრიზისში უნდა მოვახერხოთ განვითარება. ანუ თქვენი დასკვნით ის ტენდენცია, რომელიც გვაქვს და დადებითი დინამიკა ბოლო წლებში, სწორედ იმან განაპირობა, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა კრიზისისადმი მედეგობის იმუნიტეტი გამოიმუშავა. რა თქმა უნდა, მეცაც კეთყვით, ნახეთ, იქ იყო მოსაზრება, რომ ეს არის ინერცია და ბოლო 3 წლის განმავლობაში თურმე ინერციით 3 წელი ბიზნესი ვერ გააგრძელებს განვითარებას და გაძლიერებას გამორიცხულია. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ უბრალოდ მართლა მაგარი მენეჯმენტი ყავს საქართველოში ბევრ ბიზნესში, ბევრ კერძო სექტორში რა. ძალიან ბევრი რისკიანი ადამიანი და ამ დროსთან იცი როგორ რამეა, მივეჩვიეთ კრიზისთან ერთად ცხოვრებას. აი რაღაცა დაძაბულობასთან ერთად ცხოვრებას და ფაქტი სახეზეა, ხო, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მართლა ხშირად ხო რაღაც პერიოდი, ხან კონფლიქტები, ხან ესა, ამ დროს ბიზნესი მაინც ახერხებს, რომ გადაეწყოს ამ ახალ რეალობაში და მოერგოს გარემოს, ხვდებით? ანუ ის რომ იზრდება თუნდაც ბრუნვა ბიზნესში, ის რომ იქნება პროდუქტი, ამის უკან ფირუზ ძალიან ბევრი ადამიანი დგას რა. ძალიან ბევრი ადამიანი რისკავს, შრომობს და ჩემი მხარდაჭერა მინდა გამოუცხადო ყველა ბიზნესს, რომელიც აი ამ სხვადასხვა პერიოდში არა, ბოლო 30 წელი რო ავიღოთ საქართველოში, არ ვიცი რომელი 3 წელი იყო ესეთი, რომელშიც რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრიზისული პერიოდი არ ყოფილა, თუ არა ყოველი მეორე წელი. ამის მიუხედავად, ხო, თუ დახავთ საერთო დინამიკას, ეხა გარდა პირველი კვარტალისა გადავხედე ბოლო 30 წელს ზოგადად, ხო? ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება გვაქვს ეს ადამიანების, მენეჯერების, დამფუძნებლების დამსახურება, რომლებიც ზუსტად იმ კრიზისში მიეჩვია მართვას, მიეჩვია გარისკვას, მიეჩვია იმ ფინანსური რესურსების მოძიების კრიზისშიც ალტერნატიული რესურსების მოძიებას. ნახეთ, იმიტომ რომ სხვა გზა რო არ აქვს. ეხა ჩვენ გვინდა რომ განვითარდეს მშენებლობის სექტორი, ხო, ამას დაფინანსება ჭირდება რა. ჩვენ რო გვინდა რომ განავითაროთ წარმოებებს ფინანსებზე წვდომა ჭირდება. კი არავინ არ უზღოდავს, მაგას კი არ ვიძახი, მაგრამ მეტი ფულის მოძრაობაა საჭირო. როცა ჩვენ მაგალითად არა, ეროვნული ბანკის მონაცემები, თუნდაც სადღაც როგორც მახსოვს 45 მილიარდი ლარი ანაბრებზე გვიდოს ქვეყანაში და ამ დროს რომელიღაც ბიზნესს სულ რაღაც 1 მილიონი ან 100,000 დოლარი ჭირდება, მაგრამ ბანკში ვერ ახერხებს დაფინანსების მოძიებას და კაპიტალის ბაზრის პრობლემა გვაქვს რა. ეხა ბანკის გარდა როგორ უნდა მოიძიო დაფინანსება რა, მაინც ვახერხებთ ამას, ხვდებით? ანუ დღეს კრიზისებს ქართული ბიზნესი ხდება უფრო მეტად მომზადებული, ვიდრე ფაქტია, გაძლიერებული რა, ადაპტირებული ბიზნესი. აი ყველაფრის გათვალისწინებით თქვენი მოლოდინი როგორია მიმდინარე წლისთვის თუნდაც, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულ პროგნოზებს ვისმენთ. აი თქვენ უშუალოდ გაქვთ შეხება სხვა სექტორებთან. როგორია განწყობა სექტორში და გეტყვით, განწყობა ბუნებრივია რაღაც შეიძლება და რა თქმა უნდა, ჩემი აზრის სურვილის და მოლოდინის არის, რომ ყველა ვარიანტში უნდა განვითარდეთ და უფრო მეტად უნდა ვიყოთ წარმატებულები, ვიდრე პირველ კვარტალში. რა თქმა უნდა გაიზარდოს ბრუნვას და პროდუქტების შექმნის რაოდენობაც. თუმცა ამას ხელი უნდა შეუწყოს ალბათ გარემოებებმა, პოლიტიკურმა. ხელი უნდა შეგვეწყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ სურვილი და мотиваცია უნდა იყოს, როგორი არ უნდა გარემოც იყოს, მე როგორც კრიზისების მენეჯერი და მსხვილი კომპანიების მმართველი, ყოველთვის мотиваცია მაქვს, რომ უნდა განვითარდეთ, უნდა წავიდეთ წინ, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ირგვლივ. გასაგებია, მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა წარმატებებით თქვენ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დროის დათმობისთვის. ეს გენო გელაძე გახდათ მართვის კომპანია GGM-ის მმართველი. საუბრობდით პირველი კვარტლის საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს ამავე არხზე იგივე საეთერო დროს შევხვდებით. მადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.